ლია ჩლაჩიძე არის სამთავრობო ორგანიზაცია რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. მომცა საშუალება გამოკეთებინა ჩემი ცოდნის და შესაძლებლობების SWOT ანალიზი. დემოკრატიის სკოლის სხვა მონაწილეებთან ერთად სიამოვნებით გავაკეთებდით საერთო პროექტს დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. არინა თავაქარაშვილი, სამართალმცოდნე, სუხიშვილის უნივერსიტეტი, ლექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყარო, წარმომადგენელი შიდა ქართლში. უფრო მეტი განვითარება სწრაფა საზოგადოებაში წინსვლისათვის და იმ პრინციპების დამკვიდრებისათვის, რომელიც ჩვენ ეპოქას ჭირდება. საქართველოს სახელმწიფო მოწყობა ერთობლივად აზროვნებაში და მრავალფეროვნებაში ერთიანად დემოკრატიის სკოლის მონაწილეებისათვის. თემურ აფხაზაშვილი პროფესიით ეკონომისტი, ქართული პარტიის გორის ორგანიზაცია. დემოკრატიის სკოლა მოქცა სისტემატიზირებული ცოდნა და მნიშვნელოვანი ლიტერატურა, რომელიც რეკომენდებულია და ხელმისაწვდომია. ვისაუბრებდით თვითმმართველობის საკითხებზე. მე ვარ მაყვალა ბერიშვილი, წარმოვადგენ მოძრაობას ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის კოორდინატორი. დემოკრატიის სკოლაში სწავლა მომცა სიღრმისეული ცოდნა ყველა იმ საკითხებზე, რომლებზეც მქონდა ზედაპირული წარმოდგენა. სხვა მონაწილეებთან სიამოვნებით ვისაუბრებდი ტოლერანტობის თემას. მარიკა მღებრიშვილი, სოციალური მუშაკი და საზოგადოება ბილიკის აღმასრულებელი დირექტორი. დემოკრატიის სკოლამ ჩემი 15 წლიანი გამოცდილებაც და ცოდნაც გააერთიანა. ვისაუბრებდი იმ საკითხებზე, რაც ეხება საჯარო პოლიტიკაში სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბებას. ლალი ომიაძე, ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი, წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია ქართლოს. დემოკრატიის სკოლა მომცა ცოდნა, რომელიც დამეხმარა როგორც მოქალაქეს გამეგო ჩემი უფლებები და მოვალეობები. მე ვისურვებდი სხვა დემოკრატიის სკოლის წარმომადგენელთან მესაუბრა იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობას და მათი ინტეგრაციას ჩვენ საზოგადოებაში. ნანა ფერაძე, მუშაობ USAID-ის პროექტში NEO, თემის მობილიზაციის სპეციალისტად. აქამდე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია სისტემაში მოიყვანა. ახალგაზრდულ პროექტებზე და პრობლემებზე. მე ვარ თომას სოხიშვილი, საჯარო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტი. გავხდი საზოგადოების აქტიური წევრი. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე. მე ვარ დელა ოქროპირიძე, პროფესიით იურისტი. დემოკრატიის სკოლა მომცა ცოდნა და გამოცდილება. დემოკრატიის სკოლის სხვა წევრებთან ვიმუშავებდი საერთო პროექტებზე. შალვა ტლაშაძე, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კონსულტანტი. დემოკრატიის სკოლა მომცა საშუალება ბევრი სიახლე აღმოჩინა საკუთარ თავში. თვითმმართველობაზე, რეგიონულ მედიაზე და პოლიტიკური პარტიების რეგიონული ორგანიზაციების მდგომარეობაზე რეგიონებში. ზურაბ ყაულაშვილი, პროფესიით იურისტი. დემოკრატიის სკოლა მომცა დემოკრატიზაციის საფუძვლებით უკეთ გაცნობის უნარი, ერთობლივ პროექტებზე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებთ. დალი გეუნაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ბავშვთა სექტორის ხელმძღვანელი, ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი. დემოკრატიის სკოლაში სწავლის პერიოდში განმევითარდა დებატების წარმართვის კულტურა. დემოკრატიის სკოლის სხვა სტუდენტებთან ერთად სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას პროექტების წერაში. დავით კეჩხუაშვილი, პოლიტოლოგი. დემოკრატიის სკოლაში გავიცანი საზოგადოების აქტიური მოქალაქეები. დემოკრატიის სკოლის სხვა მსმენელებთან ვისაუბრებდი სამოქალაქო საზოგადოების აქტუალურ საკითხებზე. ნინო დალაკიშვილი, პროფესიით ჟურნალისტი, მუშაობს სახალხო დამცველის შიდა ქართლის ოფისში. დემოკრატიის სკოლა მომცა შესაძლებლობები, ურთიერთობები, ახალი კონტაქტები. დემოკრატიის განვითარების პერსპექტივებზე მათი გადმოსახედიდან, მათი რეგიონების გადმოსახედიდან. მე ვარ ნინა ოქროპირიძე, პროფესიით იურისტი, დევნილი ცხინვალიდან. ვისაუბრებდი დემოკრატიზაციის პრინციპების დანერგვისა და ამის განვითარებასთან დაკავშირებით. დემოკრატიის სკოლა მომცა ყველა ის აუცილებელი უნარჩვები, რაც დამეხმარება უფრო უკეთესად იყო ჩართული დემოკრატიზაციის პროცესში. გიორგი განდრიშვილი, პროფესიით იურისტი, ახალი მემარჯვენეების შიდა ქართლის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. დემოკრატიის სკოლა მომცა მეტი განათლება და მეტი გამოცდილება ჩემი პოლიტიკური საქმეიდან გამომდინარე. გურჩევ, რომ უფრო აქტიურები გახდნენ და მეტად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ემზარ ჭონიშვილი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დემოკრატიის სკოლა მომცა ახალი კონტაქტები და ბევრ საინტერესო თემას გამოცნა. დემოკრატიის სკოლის სხვა ქალაქის მოსწავლეებთან დიდი სიამოვნებით გავიცნობდი მათ და დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი რელიგიურ თემებზე. ბელა დუტკინი, პროფესიით კომპიუტერის პედაგოგი, შავშობის დევნილთა დასახლებიდან. მივიღე სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ვისაუბრებდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. თამარ თედლიაშვილი, ადვოკატი. ნიმჩის სწავლის შედეგად გავხდი მეტად თავდაჯერებული. სხვა ნიმდელებთან ვისაუბრებდი ქალის როლზე პოლიტიკაში.
ნინო ჩიფჩიური, პროფესიული ჟურნალისტი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის სპეციალური კორესპონდენტი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. დემოკრატიის სკოლამ პირველ რიგში მომცა ახალი ურთიერთობები და სიღრმისეული წარმოდგენა დემოკრატიულ საკითხებზე. ნიმდის სკოლის სხვა მსმენელებთან ვისაუბრებდი მედიის როლზე საზოგადოებაში. ლეილა ნამორაძე, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი და ოთარშენის საჯარო სკოლა, გეოგრაფიის მასწავლებელი. გავხდი უფრო აქტიური, თავდაჯერებული და ჩავუღრმავდი ჩემთვის საინტერესო თემებს. ვისაუბრებდი პოლიტიკურ საკითხებზე და ეკოლოგიურ საკითხებზე. ბესო ნემსაძე, სტუდენტი, ვსწავლობ ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე. დემოკრატიის სკოლამ გამხადა უფრო მეტად ტოლერანტი, ლოიალური, უფრო მეტად ჰუმანური, ვისაუბრებდი ნიდის სხვა სკოლის წარმომადგენლებთან საზოგადოებრივი განვითარების საკითხებზე. იამზე გოშაშვილი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის გორის ოფისის მენეჯერი. დემოკრატიის სკოლამ მომცა როგორ დავიცვა ოქროშუალედი მიმდინარე პოლიტიკურ სივრცეში და როგორ მოვახდინო სამოქალაქო სექტორის გააქტიურება. ვისაუბრებდი დევნილთა პრობლემებზე, მათი გადაჭრის ამოგვარების გზებზე, გავიზიარებდი მათ გამოცდილებას. თანთა ქარელი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯერი. დემოკრატიის სკოლამ შემატა თავდაჯერებულობა და კონტაქტები. დემოკრატიის სკოლის სხვა მონაწილეებთან ვისაუბრებდი ადამიანის უფლებებზე. არის სამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი აფხაზეთის თანამშრომელი. ადვოკატირება. დემოკრატიის სკოლამ მოგვცა პრაქტიკული ცოდნა დემოკრატიული ღირებულების შესახებ. მე ვარ გოჩაშვილი ირინე, სუხიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი, საფინანსო საბანკო სადაზღვეო საქმის განხრით. დემოკრატიის სკოლამ მომცა ახალი ურთიერთობები დემოკრატიული ჩართულობის ფორმებთან დაკავშირებით. მე ვარ გოგა აფციაური, მუშაობ რადიო თავისუფლებაში და ვაშუქებ კონფლიქტის საზღვრისპირა სოფლების პრობლემებს. დემოკრატიის სკოლამ მომცა ახალი კონტაქტები, ახალი ინფორმაცია, გამოცდილება და რაც მთავარია, ის იარაღი, რასაც ცოდნა ქვია და რომელსაც გამოვიყენებ ჩემს მომავალ საქმიანობაში. დემოკრატიის სხვა სკოლის მსმენელებს ვესაუბრებოდი ადამიანის უფლებებზე და ახალ მედიაზე. ნათია ომაძე, პროფესიით ჟურნალისტი, მუშაობ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ზოგიერთ საკითხში, როგორიც არის ეფექტური კომუნიკაცია, დებატების ხელოვნება, ახალი მედია, მომეცა საშუალება, რომ ცოდნა გამეყნავებინა. ვისაუბრებდი პიარისა და კომუნიკაციის ხელოვნებაზე. ნინო წეწვაძე, ეკონომისტი ვარ პროფესიით და ვარ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის მოადგილე. დემოკრატიული სკოლა დამეხმარა, ჩამოყალიბებულიყავი დემოკრატიული პრინციპების მომხრე აქტივისტად. სხვა ნიმდებთან ერთად სოციალურ კვლევებში მივიღებდი მონაწილეობას. ნათია ჭამპურიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, დევნილი ქალაქ ცხინვალიდან. დემოკრატიის სკოლის სხვა მონაწილეებთან საინტერესო იქნებოდა საუბრები, როგორც ჩემთვის პირადად დევნილისთვის, კონფლიქტის თემაზე. გამოცდილების გაზიარება და ასევე ჩართულობა, მეტი ჩართულობა საზოგადოებაში. თეა გიგუაშვილი, ჟურნალისტი, გადაცემის ავტორი. კომპლექსური ცოდნა, რომელსაც მე ყოველდღიურობაში ვიყენებ. საერთო ენის გამონახვა ძალიან რთულია ადამიანებისთვის, ჩვენ ნიმდელებს გვაქვს საერთო ენა ერთმანეთთან. თათია გოგოლაძე, ახალი ამბების ჟურნალისტი, მუშაობ შიდა ქართლის რეგიონში. დემოკრატიის სკოლამ რიგ საკითხებში თეორიული ცოდნა მომცა, რასაც პრაქტიკაში უშუალოდ გამოვიყენებ. სხვა ქალაქის ნიმდებისგან სიამოვნებით გავეცნობოდი მათ ქალაქებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ნინო ბოლაშვილი, ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტი. დემოკრატიის სკოლამ მომცა დიდი განათლება და ასევე დამეხმარა საზოგადოებასთან ინტეგრირების პროცესში. სხვა ნიმდებთან დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საკითხებზე. შორენ აღუდუშაური, მუშაობ გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციაზე, ადვოკატირებაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე. გავიცანი დემოკრატიული საფუძვლების პრინციპებს. სააჭიბაშვილი, სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, ნიმდის გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი. დემოკრატიის სკოლა მსმენელებს აძლევს დემოკრატიის ფუნდამენტალურ საკითხებზე ცოდნას და თვითრეალიზაციის უნარების გამოვებას. გორის ნიმდის მონაწილეთა განსაკუთრებულ ინტერესთა სფეროს წარმოადგენს საარჩევნო სისტემები და სუბიექტები, საჯარო ადმინისტრირება და ადამიანთა უფლებების დაცვა.